თქვენი აზრით რა არის ყველაზე კრიტიკული ეთიკური გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს ქართველი ფსიქოლოგები დგანან? ყველაზე კრიტიკული გამოწვევა ეთიკის სფეროში არის ეთიკის არცოდნა. და მე ვფიქრობ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ იქნება ეს კლინიკური ფსიქოლოგი თუ სხვადასხვა მეთოდით მომუშავე ფსიქოთერაპევტი, მას კარგად ჰქონდეს შესწავლილი ეთიკის კოდექსი, ვინაიდან თითოეულ სამუშაო მეთოდს აქვს თავისი პროფესიული გაერთიანება ევროპაში, მათ აქვთ თავიანთი ეთიკის კოდექსი, რომელიც გარკვეული რეგულარულობით განახლებას, ესე იგი, განახლების ქვეშ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ეთიკის კოდექსები ასევე ქართულ რეალობაში უნდა იყოს მორგებული და ადაპტირებული. ის, რაც ჩვენს რეალობაში გასათვალისწინებელია განსაკუთრებით ჩვენი ეთნო-ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე. მაგრამ მთავარი აქ არის, რომ არ ავნოს პრინციპი, რომელიც ზოგადად ფსიქოლოგ, ესე იგი კონსულტანტს თუ ფსიქოთერაპევტს უნდა ჰქონდეს ყურადღების ფოკუსში, ძალიან ფართო ცნებაა და ბევრ საკითხს მოიცავს, მაგრამ სწორედად ეს ეთიკური ნიუანსებია, რომელიც სრულიად გაუცნობიერებლად შეიძლება ერთის მხრივ ზიანის მომტანი იყოს ადამიანისთვის, რომელიც ამ შემთხვევაში აკითხავს პროფესიონალს და მეორე შემთხვევაში გარდა ზიანისა შესაძლებელია მისი უფლებათა დარღვევაც იყოს. ამიტომ აი ეს ეთიკის პრინციპები, რომლებიც მუდმივად არის და უმთავრესი არის და ყველაზე სიღრმისეულ, ასე ვთქვათ, ცოდნას მოიცავს პროფესიონალის და მასთან მოსული კლიენტის, ასევე ტრენერისა და სტუდენტის თუ ლექტორისა და სტუდენტის, ასევე სუპერვიზორისა და მის სუპერვიზირების ქვეშ მყოფი პრაქტიკოსის და ზოგადად კოლეგიალური ურთიერთობებშიც ეთიკური ნორმები არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ სფეროში ნაკლებად არის ყურადღების ფოკუსში ჩვენს რეალობაში და ეს პრობლემებს ქმნის. როგორ უნდა მოიქცეს სპეციალისტი, როდესაც ხედავს თავისი კოლეგის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევას? სამწუხარო ის არის, რომ დღესაც ჩვენთან არ არის რეგულაციები კლინიკურ ფსიქოლოგიაში და ფსიქოთერაპიაში. ვინაიდან ის ქვეყნები, სადაც ეს რეგულაციები არსებობს, ამ დროს არის ინსტანცია, სადაც შეიძლება მიმართოს ადამიანმა, ვინც გძნობს, რომ მის მიმართ იქნა დარღვეული ეთიკის ნორმა და შემდგომში არის ეთიკის კომისია, ეთიკის სპეციალისტები, რომლებიც თავიანთ დასკვნას აკეთებენ, არის ინსტანცია, რომელიც შემდგომში იწყებს ამ შემთხვევის განხილვას იმ პროფესიონალთან, ესე იგი დიალოგს, რომლის მხრიდანაც მოხდა ეთიკური ნორმის დარღვევა. ჩვენს რეალობაში, რა თქმა უნდა, არის პროფესიული ასოციაციები, მოქმედებს კომიტეტები და თუ კომისიები, როგორც არქმევენ სხვადასხვა ასოციაციაში, სხვადასხვა სახელწოდება ექნება, მაგრამ ჩვენს კულტურაში სამწუხაროდ ჯერ არ არის დანერგილი ის, რომ კონკრეტული მეთოდოლოგიით მომუშავე სპეციალისტ თავის პროფესიულ ასოციაციაში, ვთქვათ, მოსთხოვონ ეთიკური ნორმის დაცვა და თუ დარღვევა არის, ვთქვათ, მოხდეს ამ საკითხის განხილვა. ასეთი პრაქტიკა საქართველოში არის ძალიან დიდი იშვიათობა და ეს სწორედაც მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში პროფესიული კომპეტენციები და რეგულაციები პროფესიულ სფეროში ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდეს, დაიწყოს მაინც ამაზე სათანადო მუშაობა და იქნებ როგორმე ნელ-ნელა დავეწიოთ იმას, რაც დღეს საყოველთაოდ არის აღიარებული ჩვენს პროფესიულ სფეროში. თქვენ ხართ ევროპის გეშტალთერაპევტთა ასოციაციის ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე. რა ხდება ევროპაში ამ კუთხით? რამდენად უფრო ხშირად არის, თქვა, ყურადღება მიქცეული, რამდენად უფრო ფოკუსშია? საქართველოსთან მიმართებაში მესმის რო ესეა, მაგრამ ზოგადად რო კი განმარტოთ. ბატონო. მინდა გითხრათ, რომ ევროპის ფარგლებში
საკმაოდ კარგად ორგანიზებული ეროვნული ასოციაციები მოქმედებს, ქოლგა ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ თავიანთ ქვეყნებში იმ პროფესიული ესე იგი სტანდარტების დაცვაზე, რომელიც დადგენილია ამას სახელმწიფოც არეგულირებს უმეტეს შემთხვევაში, თუმცა არის ქვეყნები, სადაც ეს რეგულაციები ჯერ არ არის შემუშავებული, მაგრამ რაც უფრო ასე ვთქვათ, პროგრესული და განვითარებულია ესე თუ ის ქვეყანა, მით უფრო ხშირად ხვდებით ამას კარგად დარეგულირებული ფორმით. კოორდინაცია მიდის. ესე იგი, გეშტალტ თერაპევტთა ევროპის ასოციაციაში არის ეროვნული ასოციაციების პალატა. და აი აქ იკრიბებიან ეროვნული ასოციაციების წარმომადგენლები, რომლებიც მსჯელობენ, ბჭობენ აქტუალურ საკითხებზე და აი კარგად აწყობილი სტრუქტურა არის თავისი არსით, რომელიც სულ მუდამ კონტაქტშია ერთმანეთთან ესეთი ესე იგი გუნდური მუშაობის კარგად გამართული პრინციპები მოქმედებს და ის რა პრობლემებიც იქნება ეროვნული ასოციაციების დონეზე და ვთქვათ, რომელიმე ქვეყნიდან ადამიანი ვერ პოულობს, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში სამართალს ფართო გაგებით, ხომ? თავის ქვეყნის ფარგლებში ის აუცილებლად მიმართავს უკვე ევროპული ასოციაციის ეთიკის კომიტეტს ამა თუ იმ ასე ვთქვათ, წერილით, სადაც გამოხატულია მისი პრობლემა. ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ ევროპის ასოციაცია რაც შეიძლება მჭიდრო თანამშრომლობაში იყოს ეროვნულ ასოციაციებთან და აი ეს კოორდინაცია არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეული ქვეყნის წარმომადგენელს მოქალაქეს ჰქონდეს ძალიან ცხადი განცდა იმისა, რომ მას შეუძლია პირველ რიგში თავის ქვეყანაში ეძიოს ის სამართალი, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ ხერხდება მის ქვეყანაში, ყოველთვის არსებობს ის გაერთიანება, რომელსაც ევროპის კავშირი ქვია, ამ შემთხვევაში ჩვენი პროფესიული კავშირი ევროპის გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციის სახით, სადაც ეთიკის კომიტეტი, კონფლიქტების დიალოგური გადაწყვეტის კომიტეტი დაერქვა ახლა ძველად ერქვა საჩივრების კომიტეტი, მაგრამ რაც უფრო მეტ ესე იგი ჰუმანურ პრინციპებს ვიზიარებთ, მით უფრო მეტი სახელდების ცვლილებები მოდის ხოლმე ამის შესაბამისი და ამასთან თავსებადი. ასე რომ კონფლიქტების რეგულაციის დიალოგური კომიტეტი მუშაობს ამ საკითხებზე ეთიკის კომიტეტთან თანამშრომლობაში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს საჩივარი განაცხადი შეიტანოს თუ მხოლოდ ფსიქოთერაპევტებს. ადამიანის, ასე ვთქვათ, გულწრფელი წუხილის გამომხატველი წერილებიც არსებობს, რომელსაც ოფიციალური საჩივრის ფორმა არ ეძლევა ხოლმე. აი წუხან ადამიანები გულის შესტკივად რაღაც საკითხებზე და წერენ ევროპის ასოციაციას, კონკრეტულად ეთიკის საკითხებზე, შემდეგ ხდება გადმომისამართება ეთიკის კომიტეტში, მაგრამ თუ არის ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომ რომელიმე ვთქვათ, ფსიქოთერაპევტმა ან ტრენერმა თუ სუპერვიზორმა დაარღვია ეს ეთიკის ნორმები და მას უჩივის მისი სტუდენტი იქნება, ეს კლიენტი თუ სუპერვიზანტი, რა თქმა უნდა, ეს მიმართვიანობა უკვე იღებს სათანადო ფორმას და იწყება საქმის შესწავლა და ორივე მხარესთან ძალიან სიღრმისეული დიალოგი. აქ განხილვის სფეროში მოექცევა მხოლოდ მოექცევიან ის პროფესიონალები, რომლებიც არიან ევროპის კავშირის წევრები. ის ხალხი, ვინც არ არის კავშირში და წევრები, სრული წევრების სტატუსი არ აქვთ, მათზე ლეგიტიმაცია ვერ გავრცელდება, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვპასუხობთ ასეთ წერილებს, რომ თუ კი ეროვნულ დონეზე არის ასოციაცია პროფესიული, აუცილებლად მიაკითხონ, მისწერონ და ადგილზე დაიწყონ ამ საქმის გამორკვევა. დღეს ძალიან ბევრი მოკლებადიანი კურსი არსებობს. რას მიიჩნევთ იმ მინიმალურ ბაზად, რომლის გარეშეც ადამიანს არ აქვს, ესე ვთქვათ, მორალური უფლება სხვას ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს? აუცილებელი პირობა, რომ პროფესიონალს გაუჩნდეს კომპეტენცია, დაიწყოს მუშაობა
ადამიანებთან, ვისაც ჭირდება, ესაჭიროება ამა თუ იმ დახმარების მიღება ფსიქოლოგიური კონსულტირების თუ ფსიქოთერაპიის სფეროში. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ მინიმუმ საბაკალავრო განათლება სოციალური მეცნიერებების სფეროში ფსიქოლოგიის განხრით არის აუცილებელი იმისთვის, რომ შემდგომში ამაზე დაშენდეს ან კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრატურა და უკვე კლინიკური ფსიქოლოგის სტატუსი და ესე იგი პროფესიული, ესე ვთქვათ, წოდება მიენიჭოს ადამიანს. ან მეორე ვარიანტი, რომელიც დანერგილია არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, რომ ბაკალავრიატის შემდეგ, როცა უკვე ფსიქოლოგია არის პირველი საფეხური საუნივერსიტეტო განათლების, მერე შეიძლება სპეციალური ინსტიტუტი დაამთავროს ადამიანმა, რომელიც საკმაოდ ვრცელ ფუნდამენტურ განათლებას მისცემს იმ მეთოდოლოგიაში, რომელიც ესე იგი წარმოადგენს მისი სწავლების თემას. იქნება ეს ვთქვათ გეშტალტ თერაპია, თუ ფსიქოდინამიკური რომელიმე მიმართულება, ფსიქოანალიზის რომელიმე მოდალობა, იქნება ეს კოგნიტური თუ ბიჰევიორული სფეროს ესე იგი სფეროში შემავალი მეთოდები, არსებობს ინსტიტუტები, რომლებსაც არეგულირებს ეროვნული ასოციაციები აი იმ მეთოდების ფარგლებში პროფესიონალთა გაერთიანებას, რასაც უწოდებენ. მაგრამ ეს ინსტიტუტები ხომ კოორდინირებულები არიან. ასე არ არის, რომ ჩვეულებრივად ვისაც უნდა, რაც უნდა იხსნებოდეს, არ იყოს არანაირი გადახედვა იმ საგნების თუ სწავლებისა, რომელიც აქ ხორციელდება, ვინ ასწავლის, რა დონეზე ასწავლის. რეგულაციები არის ერთადერთი საშუალება, რომ პროფესიონალი აღზარდოს. ესე იგი, აუცილებელია ფსიქოლოგიური განათლება და მხოლოდ საბაკალავრო საფეხური არ შველის ამ ამბავს. ადამიანებმა ხშირად არ იციან, რომ ფსიქოლოგიას უამრავი დარგი აქვს. და ეს დარგობრივი დიფერენცირება ხდება სამაგისტრო დონეზე. და თუ ფსიქოლოგი მიდის კონსულტირების სფეროში კლინიკური ფსიქოლოგის სტატუსით, აუცილებლად მას მინიმუმ უნდა სამაგისტრო კონდეს დამთავრებული. მაგრამ ესეც არ არის საკმარისი, იმიტომ რომ მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სუპერვიზირებული პრაქტიკა არის ის, რაც იძლევა მთელ მსოფლიოში საშუალებას, რომ პროფესიონალს მიეცეს იმის უფლება, რომ მან დამოუკიდებლად შემდგომში გააგრძელოს მუშაობა. ჩვენთან აბსოლუტურად დაურეგულირებელია ეს ამბავი. ძალიან სამწუხაროდ რამდენიმე რა ვიცი, თვიანი, შეიძლება რამდენიმე კვირიანი კურსები გაიაროს ადამიანმა, დაირქვას მერე თავის თავზე ფსიქოლოგი. ძალიან ფსიქოთერაპევტსაც ირქმევენ აბსოლუტურად ყოველგვარი ამის კომპეტენციის გარეშე და ეხლა რა ხდება ზოგადად მთლიან ჭრილში? მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია. მათ არ იციან, რომ ხშირ შემთხვევაში ვინაიდან რეგულაციები არ არის, ნებისმიერ ვთქვათ ადამიანს, თუნდაც მოდი ესე ვთქვათ, რა ვიცი, ორივე პროფესია 100%-ზე იწყება. ფილოლოგს შეუძლია დაჯდეს, გახსნას კაბინეტი და დაიწყოს ადამიანების მიღება, იმიტომ რომ ვთქვათ, მისი ფილოლოგიური ცოდნა კარგი მეტყველების, კარგ ორატორულ უნარებს განუვითარებს მას და კარგად საუბრობს. შემდეგ დაჯდება და დაიწყებს თავის, რა ვიცი, ყურმოკლურ ისტორიებს, მეზობლებზე, ახლობლებზე, თავის თავზე, ნათესავებზე ისტორიების გაზიარებას და ხშირ შემთხვევაში თავისი ისტორიების მოყოლით ის მაგალითებს აძლევს ხოლმე. ეს მე უბრალოდ ხშირად გამიგია და ამიტომ მომყავს ეს მაგალითი, რომ აი ესეთი მცდარი წარმოდგენები არსებობს ფსიქოკონსულტირების და თერაპიის პროცესთან მიმართებით და
არავინ არ არის ის, ვინც ამას, ასე ვთქვათ, ამ ასეთ არაკომპეტენტურ პროცესებზე ვინმეს პასუხს მოთხოვდეს. მე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ამაღლდეს ცნობიერება მოსახლეობის და ვისთან მიდის ის და ვინ არის და რა კომპეტენციის, რა განათლების მქონეა, რა გამოცდილების მქონეა ის, ვისაც ის აკითხავს, ეს პირველ რიგში არის პირველ პლანზე დასაყენებელი და რა თქმა უნდა, ისევ და ისევ უნდა დაიწყოს მუშაობა რეგულაციებზე, იმიტომ რომ სხვანაირად განუკითხაობა, რომელიც ყველა იმ პროფესიის სფეროშია, სადაც რეგულაციები არ არსებობს და სამწუხაროდ ჩვენი პროფესიაც მათ რიცხვშია, ყველგან იგივე ამბავი ხდება, მე ხშირად მესმის იმ ევროპის ქვეყნებიდანაც აი ასეთი გულისტკივილი, სადაც რეგულაციები ჯერ არ არსებობს. როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა პროფესიონალი თერაპევტი თვითმარქვიასგან? რა არის ეს რამოდენიმე ნიშანი, რითიც შეიძლება კლიენტმა ამოიცნოს, რომ მოტყუებულია? მ. მე ვფიქრობ, რომ საქმე იქამდე არ უნდა მივიყვანოთ, რომ კლიენტის გამოსაცნობად გახდეს საქმე და აი რამდენად კლიენტი გამჭრიახია იმაში, რომ მიუხვდეს, ვთქვათ, აქვს თვითმარქვიასთან საქმე თუ კვალიფიციურ პროფესიონალთან, მე არ ვფიქრობ, რომ ეს კლიენტების დასადგენი უნდა იყოს. პირველ რიგში უნდა დაინტერესდეს, რა განათლება აქვს, რა ისწავლა, საიდან მოდის, რა არის მისი საფუძველი პროფესიული, რამდენი ხანი აქვს მას პრაქტიკა და აი ეს ცნობის მოყვარეობა და ინტერესი, რომელიც უნდა გქონდეს მოქალაქეს, რომელიც თავის თავზე ზრუნავს, ეს არის მინიმალური წინაპირობა იმისა, რომ ის გადარჩეს დაზიანებას. იმიტომ რომ არ ავნოს პრინციპი და დაზიანების რისკები არის უზარმაზარი, რომელიც საერთოდ ვერ ცნობიერდება იმ ადამიანების მიერ, ვინც ასე ხელაღებით ესე იგი ეწევა ამ საქმიანობას და თვითდარწმუნებულია ამ თავის საქმიანობაში, ხო, რომელიც მისი პროფესია საერთოდაც არ არის. ამიტომ ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია. მეორე ის, რომ თუ კი ხშირ შემთხვევაში აი პირდაპირ ხდება საკუთარი გამოცდილების, საკუთარი პირადი ისტორიების პირდაპირ აი მაგალითად და ნიმუშად მოყვანა, ეს ყველაზე ისეთი ფართოდ გავრცელებული ნიშანია, ასე ვიტყვი რახან კითხვაც ასე ჟღერდა. მეორე ის, რომ პირდაპირ აძლევენ აბსოლუტურად სუბიექტურ რეკომენდაციებს, მოსახლეობას აქვს ეს განწყობა, რომ ფსიქოლოგი იძლევა რეკომენდაციას, მაგრამ აი აქ ხაზგასმას გავაკეთებ. არსებობს რეკომენდაცია, რომელიც ამა თუ იმ ფსიქოლოგიური კანონზომიერების უკვე შესწავლილი საკითხის საფუძველზე დგას. მაგალითად, ის რომ დიალოგი, თქვათ, საჭირბოროტო ადამიანს, რასაც აწუხებს აქტუალურ საკითხზე, გასაუბრება არის ყველაზე ესეთი ჰუმანური, კარგად შესწავლილი საკითხი, რომელიც პრობლემის დაძლევისთვის არის, ხო? გაჩუმება, საკუთარ თავში ტარება სიმძიმის, ვერ დაძლევა ამა თუ იმ ესე იგი დილემის. ამის ხელშემწყობი არის დიალოგი, საუბარი აქტუალურ თემაზე და აი ვთქვათ ის საკითხები, რომელიც შეიძლება გასაუბრებით დაიძლიოს და ადამიანს ეშინია, ვთქვათ, ვინმესთან, რომ გააჟღეროს. შესაძლებელია შეთავაზებულ იქნას, რომ აი მაგალითად ხომ არ აჯობებდა, რომ ის ვისთანაც თქვენ გააქვთ გაურკვევლობა, გესაუბრათ მასთან ამ საკითხზე. ამის საფუძველი თან კითხვითი ფორმით, როცა არის დასმული, არსებობს უამრავი სხვა საკითხი, მაგალითად ის, რომ ჩვენ აღვიქვავთ რეალობას კონტრასტულად ან ასიმილაციურად და ვთქვათ, ადამიანი არის ჩვეული რაღაც კონკრეტულ ყოველდღიურობას და უცებ რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციაში მას აქვს ძალიან კონტრასტული გაუცხოების განცდა და როცა უხსნის ამას, ფსიქოლოგი გარკვეულ ახსნა განმარტებას აძლევს, რომ ეს არის შესწავლილი საკითხი, რომ რაც უფრო განსხვავებულია რეალობა ჩვეულისგან, მით უფრო შეიძლება იყოს მძაფრად განცდილი, ხო? და აქედან გამომდინარე, ვთქვათ, უფრო მიახლოებული რაიმეს შეთავაზება განსახილველად და არა
აი ესეთი ხელაღებული ცალსახა სუბიექტური რეკომენდაცია. აი ხშირად ჟღერს ეცეთი რამე, რომ პირადი საკითხებით მიდიან, აკითხავენ და ვთქვათ, წყვილთა შორის ურთიერთობის პრობლემებია და ხშირად გამიგია სრულიად შემზარავი ესეთი ფაქტი, რომ მაგალითად ფსიქოლოგად წოდებული ესა თუ ის პირი მას პირდაპირ აძლევს რეკომენდაციას, რომ უნდა გაშორდე. უნდა ამ შემთხვევაში სხვა გზა არ არსებობს და აი პირდაპირ იძულებითი ფორმებიც კი ესეთი კატეგორიული რეკომენდაციები, რომელიც საერთოდ წარმოუდგენელია, რომ პროფესიონალმა განახორციელოს. კიდევ მნიშვნელოვანი ის არის, რომ რამდენად თვითონ მუშაობს პროფესიონალი თავის კონდიციაზე ფსიქოემოციურ, იმიტომ რომ უამრავ შემთხვევაში თვითონ პრობლემური ადამიანები მერე თავის პროექციებს ახდენენ, თავისი სირთულეების გადატანას, გადატანას ეწევიან მასთან მისულ ადამიანზე და კომპენსაციებს ცდილობენ და ეს ასე თვალსაჩინოდ არც ჩანს, რომ ეს ნიშნები მასთან მისულმა სირთულეში მყოფმა ადამიანმა ასე თვალსაჩინოდ დაინახოს. ეს ადვილი არ არის. მაინც მე ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია დაინტერესდეს, ვისთან მიდის, რა გამოცდილება აქვს. ახალდამთავრებული სუპერვიზიის პროცესის არ მქონე ვინმე, ვინც ამბობს, რომ ის მზად არის იმუშაოს ადამიანებთან, საფრთხის მომცველია ეს ყველაფერი. აი, სწორედ ამაზე გკითხავთ, თქვენ თქვით, რომ ახალდამთავრებული სუპერვიზიის არ მქონე, მაგრამ საკმაოდ ხშირად ხვდებით სიტუაციებს, სადაც მრავალწლიანი პრაქტიკა არსებობს თერაპევტების. აი, ასეთ დროს რამდენად მნიშვნელოვანია სუპერვიზია და ინდივიდუალური თერაპია, ან თუნდაც ინტერვიზია? აი, ევროპული რეგულაციები ვახსენე და ეს არის ერთადერთი ჩვენი გზა. ევროპაში ინტეგრაცია პროფესიული თვალსაზრისით მარტო ვთქვათ, სახელმწიფოს ამა თუ იმ სახელმწიფოს გაერთიანება არა. საქმე იმაშია, რომ როდესაც ჩვენ ესე იგი გვიღებენ ამ ევროპულ ოჯახებში, მერე ჩვენგან მოთხოვნები დგება, რომ უნდა ვაკმაყოფილებდეთ იმ მოთხოვნებს და მუდმივად, ესე იგი ხელმეორე განახლებული სტატუსის მისაღებად, რომელიც შეიძლება არც კი განაახლონ, თუ არ აქვს ადამიანს მუდმივი უწყვეტი. არ არის საუბარი ახლა ისეთ ინტენსიურზე, როგორც ვთქვათ, სტუდენტს და დამწყებ პრაქტიკოსს მოეთხოვება, მაგრამ მუდმივი სუპერვიზია, ნებისმიერი კომპეტენციის მქონე ფსიქოთერაპევტის მუდმივი სუპერვიზიის პროცესი, იმ სირთულეების, პირადი სირთულეების აღზრდის შემთხვევაში პირადი თერაპიის აქტუალობა, რომელიც აი კომპეტენტურ სპეციალისტს არ აქვს ამის მიმართ პრობლემა. ანუ არ თაკილობს ის იმას, რომ სუპერვიზია გქონდეს, ფსიქოთერაპია თავისი, მაშინ როცა ის იგრძნობს გარკვეულ საჭიროებას, ხომ? ეს არის უსასრულო პროცესი, ეს არის უწყვეტი პროფესიული და პიროვნული ზრდის პროცესი, რომელიც ძალიან სწორი კითხვა დასვით თქვენ, ამის ცნობიერება ძალიან ცოტას აქვს სამწუხაროდ. არა და ეს თუ დაინერგება და იქნება ჩვენს ქვეყანაში რეგულაციები, რომელიც პირდაპირ მოითხოვს სპეციალისტისგან, აი მუდმივ საკუთარ თავზე მუშაობას, მაშინ შესაძლოა ნაკლები ზიანი მიადგეთ ადამიანებს, ნაკლებად მოხდეს ხელის ჩაქნება, იმიტომ რომ ხშირად ასეთი ტკივილის შემდეგ საერთოდ ამ პროფესიასაც გადახაზავენ ხოლმე და იტყვიან, რომ ეს არ არის სანდო სფერო, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ცოდნა, არ აქვთ ამაში სათანადო გამოცდილება, ისინი შთაბეჭდილებას უფუჭებენ ამ ყველაფერზე და ამ მუშაობის პროცესზე და უიმედობაში ტოვებენ, რაც მე ვფიქრობ, უიმედობაში და სასოწარკვეთილებაში ადამიანის დატოვება არის განუზომელი ზიანი და მავნებლობა. რა იქნება თქვენი რეკომენდაცია სტუდენტებისთვის, ვინც ახლა დაამთავრეს უნივერსიტეტი, ბაკალავრიატი თუნდაც და სურთ პროფესიული მოღვაწეობა გააგრძელონ ფსიქოთერაპიაში და შეისწავლონ უფრო ღრმად პროცესი?
აქ არის ორი გზა. მათ ვინც დაამთავრა ფსიქოლოგიის ბაკალავრიატი და მას სურს კონსულტირებაში წასვლა, კლინიკური ფსიქოლოგია არის ეს მიმართულება, თუ მათ უნდათ დადგნენ ფსიქოთერაპევტები, მათ უნდა შეარჩიონ კარგი ინსტიტუტი, რომელსაც აქვს შესაბამისი ევროპული, ასე ვთქვათ, მყარი ნიადაგი თვითონ სტანდარტების, სწავლების სპეციფიკის თვალსაზრისით და რაც მთავარია, უნდა ესმოდეთ რომელ მოდალობაში, რომელ ფსიქოთერაპიულ მოდალობაში უნდათ მათ წასვლა. ეს ძიების პროცესია და თუ ბაკალავრიატში მათ ასწავლიან და ისინიც კარგად სწავლობენ სხვადასხვა მეთოდებს, რომელიც დღეს თანამედროვე მსოფლიოში არის გავრცელებული, მაშინ შეიძლება უკვე ბაკალავრიატში მათ შექმნილი აქვთ ეს ორიენტირი. თუ არ არის ეს ჯერ ჩამოყალიბებული, შეიძლება მოკლევადიანი სხვადასხვა ტრენინგების გავლით მათ იპოვონ თავიანთი თავი და მათთვის ყველაზე ახლო ის მსოფლმხედველობა, რომელზედაც აღმოცენებულია ესა თუ ის სამუშაო მეთოდოლოგია. ამიტომ ჩემი ძალიან მყარი და ძალიან მტკიცე ნიადაგის მქონე რეკომენდაციაა, რომ ბაკალავრიატის შემდგომ გაგრძელდეს სწავლა და ბაკალავრებმა არ გადაწყვეტონ, რომ უკვე არიან მზად იმისთვის, რომ სხვა ადამიანებს გაუწიონ ფსიქოლოგიური დახმარება. მინდა კითხოთ, რა სიახლეებია, რა არის მომავალი გეგმები, რითიც თუნდაც მე ვინც დავამთავრე, შემიძლია თქვა ჩავერთო, ვიყო აქტიური ისევ სასწავლო პროცესში. სიახლეები გვაქვს ის, რომ ჩვენ დავნერგეთ უკვე ძალიან ინტენსიური ინტერვიზიული მუშაობა, ყოველკვირეული, ჩვენ გვაქვს სივრცე, რომელშიაც პრაქტიკოსები ყოველ სამშაბათს და ოთხშაბათს, ვისაც რა დრო უფრო მოეხერხება, იკრიბებიან და უკვე იცით, ცენზის მქონე სპეციალისტები, ის ვინც დაამთავრეს, კარგახანია მუშაობენ და ეხლა ძალებს იკრებენ, რომ სუპერვიზორის სტატუსი მოიპოვონ, ისინი ატარებენ ამას და უძღვებიან ამ კოლეგიალურ ურთიერთგაზიარებას. ანუ კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზირების ქვეშ ერთის მხრივ უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც მოთხოვნების შესაბამისია, ამას დაემატა ეს ინტერვიზიები. ასევე ჩვენი ეს ყოველწლიური საზაფხულო და საგაზაფხულო საერთაშორისო სკოლები, რომლებიც უკვე ძალიან ფესვგადგმულია და ჩვენ სტუდენტებს პირდაპირ ეძლევათ საშუალება, რომ გაზაფხულზე და ზაფხულში ინტენსიური, ესე იგი, კურსები გაიარონ სხვადასხვა მსოფლიოში გამოჩენილ და განთქმულ სპეციალისტებთან, სხვადასხვა ხელწერა ნახონ ფსიქოთერაპიული მუშაობის და გაიმდიდრონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ამ მხრივ. ის, რომ ჩვენ საწყის ეტაპზე, აი მოსამზადებელ კურსზე განწყობის ფსიქოლოგიასაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ და კიდევ ის გამორჩეული რამ, რაც ჩვენ გვაქვს, რომ მათ აქვთ ასისტირების პრაქტიკა, ხო, საუნივერსიტეტო სივრცეში პროფესორის ასისტირებას სხვადასხვა საგნებში ეწევიან და ეს არის განუზომელი მათი პრაქტიკა, რომელიც, აი ძალიან დიდი ნახტომებით წინსვლის საშუალებას იძლევა. ის, რომ ჩვენ გეშტალტ თერაპიის სტომატიური ნაშრომი, გეშტალტ ბიბლიად წოდებული, ვთარგმნეთ ძალიან კარგად და ეს ორტომეული მეორე ტომი მთლიანად სავარჯიშოებს ეთმობა, უკვე პირველ კურსელებს ესწავლებათ ეს ჯგუფური თერაპიის პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდა. ფაქტობრივად ისინი ითვისებენ პრაქტიკულად სავარჯიშოებს, ანუ მეთოდებს ითვისებენ საკუთარ თავზე მუშაობით. აი, ეს დანერგილი სიახლე გვაქვს ბევრია. ეხლა ხელმეორე აკრედიტაცია გვიწევს ჩვენ და იმდენი ჩამოვწერე, რომ მთლიანობაში რომ დავინახე, რამდენი რამე გვაქვს ახალი, აი მე თვითონაც ჩემ თვალებს არ უჯერებდი, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი დღის საქმე,
ჩვენი ინსტიტუტი წელს ხდება 15 წლის. უკვე 2019 წლიდან ჩვენ ევროპაში აკრედიტებული ინსტიტუტის სტატუსი გვაქვს და ეს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობაა. კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, რომ ტუტორების, ასე ვთქვათ, ფუნქციონირება შემოვიტანეთ ჩვენ. რა არის ეს? რომ უფროს კურსელები, რომლებიც ესე იგი უკვე ამთავრებენ და დიპლომირებისთვის არიან მზად, მათ დაასრულეს ხო უკვე მეთოდოლოგიის სწავლება, ისინი ეხმარებიან მეორე კურსელებს დამწყებ ეტაპზე, მეორე კურსზე მყოფებს რეფერატების, წერითი კოლოკვიუმების განხორციელებაში, კონსულტირებას უწევენ და ამით თავის დონესაც იმაღლებენ და რა თქმა უნდა საყრდენს აგრძნობინებენ მეთოდოლოგიის აი საწყის ეტაპზე მყოფ სტუდენტს და ისინი ვინც უკვე დაამთავრეს, ისინი არიან კლინიკური პრაქტიკოსების ტუტორები, ანუ ისინი ეხმარებიან როგორ შეარჩიონ თემა, როგორ გაარჩიონ კლინიკური შემთხვევა, ანუ მათ ვისაც უკვე წარმატებით აქვს დამთავრებული, ისინი უკვე დიპლომირების დამხმარეებად, ანუ ტუტორებად არიან წარმოდგენილები. ანუ ეს ინტეგრაცია თაობათა შორის და ძალიან მჭიდრო კავშირი, რაც ჩვენი პრიორიტეტია, ყველა საფეხურზე ურთიერთქმედების, დიალოგურობის და ურთიერთმხარდაჭერის კონტექსტში გვაქვს და ეს მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის და ძალიან ბევრი წარმატება საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტს და თქვენ. მადლობა.